მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო ერთგულებო, იმედია ყველანი კარგად ხართ. მოვიდით თქვენთან მორიგი საჯარო გაშლით. დღეს მინდა გავაკეთო გაშლა ერთვარიანზე და ასევე გაშლის თემა შევარჩიო ტაროს დახმარებით. და მოდი პირველ რიგში ვნახოთ რა იქნება ჩვენი დღევანდელი გაშლის თემა. მოდი ესეთი თემა იყოს. რა არის მისი დუმილის მიზეზი? რა არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების დუმილის მიზეზი? განეწყვეთ გაშლისთვის, მოახდინეთ იმ ადამიანის ვიზუალიზაცია, ვიზეც ვაკეთებთ გაშლას. შეგიძლიათ გამოიყენოთ ფოტო, შეგიძლიათ დააპაუზოთ ვიდეო და შემდეგ განაგრძოთ ყურება, როდესაც შესაბამის განწყობა შეიქმნით და დავიწყოთ. რა ხდებოდა და ყველაფერი კარგი ხდებოდა და საინტერესო ამბები ხდებოდა. საინტერესო არის ის, რომ თითქოს რას მიჩვენებს იცით, არ ვიცი, შეიძლება ეს ზაფხულის მერე მოხდა, იმიტომ რომ რაღაცა ასოცირება შეიძლება იყოს რაღაცა დღესასწაულთან, დასვენებასთან დაკავშირებით. როდესაც პიროვნება, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ, და თითქოს ემთხვევა, ხო? არ ვიცი, ეს არის ან რაღაცა დასვენების პერიოდი დიდი, ნუ შეიძლება ზაფხული იყოს ეს, ხო, ზაფხულის დიდი დასვენების პერიოდი, არ ვიცი, შეიძლება ახალი, ნუ რაღაცა ესეთი შეიძლება დღესასწაული, ხო, დიდი საზეიმო. როდესაც მოხდა ამ ადამიანში ერთგვარი, არ ვიცი, გაურება. როდესაც მოხდა ამ ადამიანში ფასეულობების აღრევა და იმ მიზნების დავიწყება, იმ რაღაცა სამომავლო გეგმების დავიწყება, თავისი პრინციპების დავიწყება, რომელიც ამ ადამიანს მანამდე ჰქონდა. აი, მკვეთრად დაინახავდით ამ პერიოდში, რომ ადამიანი შეიცვალა და გახდა რაღაცნაირი მერყევი, არა მხოლოდ თქვენთან ურთიერთობაში, არამედ ზოგადად გახდა მერყევი, არასტაბილური, თითქოს რაღაცა შიშები აქვს, თითქოს რაღაცას რო ეკითხებით შეიძლება არ გპასუხობდათ, ან გაურბოდა შეკითხვებზე პასუხს, იმიტომ რომ შეგრძნება დარჩა ისეთი, თითქოს თქვენთან ერთი ერთზე მარტო დარჩენის ეშინოდა ამ ადამიანს, იმიტომ რომ თქვენ მას მერე ესეთ ეშაპოთზე გაიყვანდით და მართლა კი არ გაგყავდათ, მაგრამ მას ჰქონდა ესეთ შეგრძნება, ხო, და მოუწყობდით დაკითხვას. რაღაცას წამოაცდევინებდით, თითქოს ამის შიში ჰქონდა ამ ადამიანს. ამასთანავე დაეტყვა ადამიანს, რომ ემოციურად არის გამოფიტული, არ გამოხატავს იმდენ სითბოს, იმდენ ემოციას. ამ დროს ადამიანი საკმაოდ მხიარულია, საკმაოდ ქარიზმატულია, ძალიან ემოციურია, შეუძლია ემოციების გამოხატვა ამ ადამიანს, ხო? მაგრამ კარგი ემოციებისაც და ცუდი ემოციებისაც, მაგრამ ამ პერიოდში თითქოს ის უბრალოდ არ გამოხატავს ემოციებს, რაღაცნაირად იკავებს თითქოს თავს ემოციების გამოხატვისგან და შეიძლება ითქვას, რომ იცვლება, რაღაცნაირად ჩერდება თქვენი ურთიერთობა, კარდინალურად იცვლება თქვენი ურთიერთობა, შედის რაღაცა ჩიხში და აქ იწყებთ შეიძლება უკვე სხვადასხვა ენაზე კიდევაც საუბარს. რა მოყვება მერე ამ სიტუაციას? ნუ, რა თქმა უნდა, მოყვება კამათი, რა თქმა უნდა, მოყვება გაუგებრობები, რა თქმა უნდა, მოყვება განხილვები, ზოგი მეგობრებში განიხილავს, ზოგი ნათესავებში და ასე შემდეგ, ხომ? და პლუს ამას ეს თქვენ შორის რაღაცნაირი კამათი. თქვენი მხრიდან აქ ემოციები გაციებული არ არის და თითქოს იცით რა არის, ცდილობთ შეხსენებას და დანახებას, რომ თქვენ ის ისევ გიყვართ, ისევ ხართ მის მიმართ ემოციებით განწყობილი, რომ მის მიმართ ემოციებით თქვენ არ დაგიკარგავთ, რომ გაქვთ
მის მიმართ ჯანსაღი ემოციური მიჯაჭვობა, მაგრამ ის აბსოლუტურად სხვაგან არის. გრძნობთ, მთელი არსებით გრძნობთ, რომ ეს ადამიანი ახლა აბსოლუტურად სხვაგან იმყოფება. საერთოდ სხვა ტალღაზე არის, საერთოდ აი ეს შეცვლილია კარდინალურად თავისი მიზნები, შეიძლება ვიღაცაებისგან საერთოდ წავიდა კიდევაც, ხო? და საერთოდ წასულიც არის და თუ არ არის წასული და მაინც ერთჯერ ქვეშ ხართ თქვენ, ან ურთიერთობაში ხართ მაინც, ხო? ნუ მაშინ უბრალოდ თქვენ ერთმანეთს ვეღარ უგებთ და სხვადასხვა ენაზე საუბრობთ, აღარ გესმით თქვენ უბრალოდ ერთმანეთის და სხვადასხვა ენაზე საუბრობთ. აი იცით რა არის საინტერესო, როგორ ხედავს ამ სიტუაციას თავად. აი ის რაც ხდება თქვენ შორის, როგორ ხედავს ამ სიტუაციას თავად, როგორ შეაფასებთ და რამდენად ნორმალურია მისთვის ეს ყველაფერი. არ არის ნორმალური, იმიტომ რომ აქ მას სტაბილურობა აქვს დაკარგული და კიდევ ვიცით როგორ მოგონდა 1000 ფიქრები აქვს, ძალიან ბევრს ფიქრობს. რაღაცები გადასაწყვეტი აქვს, აი საით წავა, საით გადაწონის, ხო? საით გადაწონის. ფიქრით ფიქრობს ამ სიტუაციაზე, იცით რა მომენტი აქვს, აქ იმდენად კონკრეტულად თქვენზე კი ნახეთ, ბალანსი აქვს დაკარგული ამ ადამიანს, აი რას ფიქრობს. ერთადერთი ეხლა რაც არის კონკრეტულად თქვენზე კი არ არის აქ ფიქრი, რომ აი თქვა კონკრეტული პიროვნება რაღაც არა. ნახეთ რას გრძნობს ეს ადამიანი. ეს ბალანსი რაღაცნაირად დაკარგული აქვს, ხო, გასაგებია რომ რაღაცა გაუმართლებლად ჩქარობს, რაღაცა ერთი და იგივე შეცდომა შეიძლება უშვებს კიდევაც, უბრალოდ ნახეთ როგორი მომენტია. ემოციები მასთან ჩდება და იღუძებს მაშინ, როდესაც მას ახსენდება, რომ თქვენ მისთვის იყავით ერთგვარი დამაბალანსებელი, ხო? დამაბალანსებელი ძალა, რომელიც აი სწორედ აი უწონასწორობაში, რომელშიც ახლა არის ის და აი დაკარგულ რაღაცა სტაბილურობაში, რაღაცა დაკარგულ კომფორტის ზონაში, რომელშიც არის ის, აი თქვენთან ეს მომენტი არ იყო. თქვენთან ეს მომენტი არ იყო და თითქოს აბალანსებდით მას რაღაცნაირად. იმიტომ რომ ის თქვენს გარეშე არის როგორც აი ცალი ფეხით არის. ერთგვარ ძალას აძლევს. აი ის ენერგია, ის ძალა, რომელიც მას აქვს, თითქოს ის თქვენი ენერგიით იკვებებოდა. შეიძლება ხა ის თქვენი ენერგიით ეხლაც იკვებება. ნუ ვიღაცასთან ვამპირივით იკვებება, ვიღაცასთან უბრალოდ ეს ჯანსაღი მიმოცვლა არის წყვილს შორის, ხო? რომელიც აუცილებელია, რა თქმა უნდა, რომ წყვილს შორის იყოს, იმიტომ რომ სხვანაირად წყვილი უბრალოდ ვერ იარსებებს თუ ჯანსაღი, ემოციური და ენერგეტიკული მიმოცვლა არ იქნება ერთმანეთს შორის. და ეს დააკლდა. აი აქ როდესაც ახსენდება ეს მომენტი თქვენთან ერთად, თუნდაც იცით როგორ ახლა, როდესაც აი მაგალითად რაღაცას წყვიტავს თქვენთან ერთად, ხო? რაღაცა გადაწყვეტილებას იღებს, როგორი რაღაცა იყიდოს, ან როგორი ნაბიჯი გადადგას, როდესაც თქვენთან შეთანხმებით აკეთებდა, როდესაც თქვენი კარნახით, ხო, თანადგომით აკეთებდა რაღაცას, მას სტაბილურობა შენარჩუნებული ქონდა, შინაგანი წონასწორობა მას ქონდა და ქონდა სიძლიერე, ენერგია, რომელიც ახლა მას წართმეული აქვს. თუმცა ამის იქით არა, შორიდან უყურებს აი ყველაფერს, ხო? ამის იქით უფრო მეტ სიღრმავეში ეს ადამიანი ჯერჯერობით არ ჩადის, ან ვერ ჩადის. თქვენი პოზიციაც საინტერესოა, ხო? თქვენი პოზიციაც საინტერესოა. ნუ თქვენ აქ რა გითხრა, ქალიც თქვენ ხართ, კაციც თქვენ ხართ, ამ სიტუაციაში ხართ ჩავარდნილი, ერთგვარი ჩაკეტვაც გაქვთ, ხანდახან გონიათ რომ აღარ აპატიებთ, არ ვიცი, დაიღალეთ, არაფრის თავი აღარ გაქვთ, ყველაფრისგან გინდათ და გაიმიჯნოთ, რაღაცა წახვიდეთ, ნუ არ ვიცი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ტვირთი დაგაწვათ თქვენ. 1000 აზრი მოგდით თავში, ყველაფერი თქვენი მოსაგვარებელია, ნუ ხო, და კიდევ რაღაცებზე გეფიქრებათ, ხო, რომ ამ კაცს რამე ხო არ გაუკეთეს, რატომ არის ესე, რაც აზრს მოკლებული და სიმართლეს მოკლებული შეიძლება სულაც არ იყოს, ხო? დღევანდელ დღეს
და ჩვენს რეალობაში სამწუხაროდ ეს უკვე არავის აღარ უკვირს, რომ უბრალოდ ოჯახები და წყვილები ინგრევა ეგრეთ წოდებული ჯადოებით, ხო? აი თქვენი პოზიცია ეს არის, თქვენ ფიქრობთ, რომ მას ვიღაცა მტვინი აურია და სწორედ აი მტვინის არევის გამო ეს ადამიანი აი ესე შორს არის თქვენთან როგორც ემოციურად, ისე ენერგეტიკულად. ზოგადად წყვილის პერსპექტივაში რა შეიძლება ვთქვათ? ეს არის წყვილი, რომელიც ახლა ჩვენ საუბრობთ, ნახეთ როგორ აჩვენებს. ეს არის წყვილი, რომელიც უნდა იყოს ოჯახი, უნდა იყოს ოჯახურ ურთიერთობაში აუცილებლად, მაგრამ ეხლა ეს ყველაფერი ოჯახის გარდა ყველაფერს გავს, ხო? თუ არ ხართ ჯერჯერობით წყვილი, ანუ მაქეთკენ მიდიოდა საქმე და უნდა დაქორწინებულიყავით და ეხლა სამწუხაროდ ყველაფერს გავს თქვენი ურთიერთობა ოჯახის გარდა, ხო? აი შორიდან თუ შეხედავთ და დატკბებით სხვების ოჯახების მდგომარეობით როგორ არიან, რანაირად არიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? სამწუხაროდ ეხლა ეს მდგომარეობა არ არის. თუ ესე გაგრძელდა, არა და ემოციები ნახეთ. ავლენს ეს კაცი ემოციებს, არ ავლენს ემოციებს, საუბრობს თავის თუ არა, მისი მხრიდან აქ გრძნობები არის. მისი მხრიდან, თქვენი მხრიდან გრძნობები არის, თუმცა ძალიან დიდი მერყეობაც და ისევ საუბარი არის იმაზე, რომ აქ წყვილი უნდა იყოს ერთად. ეს არის სიტუაცია, როდესაც წყვილი ერთმანეთისთვის არის თითქოს შექმნილი და დაბადებული, მაგრამ ეხლა ვიღაცების გამო არ ხდება თქვენი ნორმალური და სტაბილური ურთიერთობა. რა არის მიზეზი თქვენი ესეთი ურთიერთობის? რა არის მიზეზი თქვენი ასეთი? მოდი მე ახლა ამას ავიღებ და მთლიანი დასტით ვისარგებლოთ და ისე გავცეთ პასუხი ამ შეკითხვას. რა არის მიზეზი თქვენი ასეთი ურთიერთობის? ვინც აქამდე მოხვედით და არ გაქვთ ჩემი არხი გამოწერილი და მოწონებული, იმედია სამომავლოდ მაინც მოიწონებთ და გამოიწერთ. აბა ნახოთ, რა არის მიზეზი? მიზეზი სწრაფად მოხდა. ტვირთი, რატო ერთი დაგვაწვა ესეთი ოჯახური ტვირთი, რაღაცა ბევრი ამბები, სამკუთხედი, თითქოს კიდევ რაღაც რუხაცეები. იცით რა არის ჩემო ძვირფასო? ჯერ ეს ერთი მოდით განვიხილოთ ესეთი რაღაცა. ახლა ნახეთ, აქ შეიძლება იყოს რაღაცა საგვარეულო თემებიც, არ ვიცი ახლა კონკრეტულად საჯარო გაშლაში რამდენად კი არა, ზოგადად ესე დაწვრილებით საჯარო გაშლაში რა თქმა უნდა არ განვიხილავ ხოლმე, ხო? მაგრამ რაღაცა გარკვეულ მინიშნებებს ვაძლევ ხოლმე გაშლის დროს, რომ ადამიანი მიხვდეს, რომ კონკრეტული გაშლა მისთვის რამდენად ახლოს არის და მე უყუროს ამ გაშლას თუ არა და მისთვის მე საჭირო არის თუ არა პირადი კონსულტაცია. ეხლა ნახეთ აქ როგორ რაღაცას გვიჩვენებს. აქ პრობლემას გვიჩვენებს არა მხოლოდ იმაში, რომ დაუშვათ ერთი ნაწილი, რომ თქვენ ფიქრობთ, რომ რაღაცა მოუვიდა ამ კაცს, რაღაცა გაუკეთეს, რაღაცა ჯადოები, მსგავსი ცუდი რამეები, მაგრამ არის კიდევ ნახეთ როგორ რაღაც აქ შეიძლება რაღაცა კარმული პრობლემები იყოს, ასევე შეიძლება იყოს რაღაცა საგვარეულო, რაც გადადის, ხო, რაღაცა მემკვიდრეობითი პრობლემა, ენერგეტიკული, ნეგატიური ენერგეტიკული პრობლემა, ან თქვენთან, ან თქვენს პარტნიორთან, ან ორივესთან ერთად. კიდევ ერთხელ მიმეორებთ ყველას, ვინც უყურებს ამ გაშლას, რა თქმა უნდა, ეს მიზეზი ყველასთვის არ იქნება. მიზეზი შეიძლება ბევრნაირი იყოს. ზოგადად ნეგატიური პროგრამები, ნუ 1000-ნაირია, ხო? აი ჯადოს რასაც ეძახიან ხალხში, ეგეც 1000-ნაირია, ხო? ნუ ენერგეტიკაში არის აშკარად რაღაცა პრობლემა, აქ ფაქტი არის, ხო? ისედაც ახლა არასწორად რაღაცა ხდება, ფაქტია, რომ ენერგეტიკად დაზიანებულია, დაბინძურებულია, ან რაღაცა ხდება მისთავს, თორემ თუ წყვილში ენერგეტიკა წესრიგშია, მათი ურთიერთობაც წესრიგშია ხოლმე, ხო, შესაბამისად. ნუ აქ რაღაცა არის, მათ შორის გვიჩვენებს აი ესეთ რაღაცას, რომ რაღაცა მემკვიდრეობითია, რაც გადმოდის თქვენთან. აი, შეიძლება აი ესეც იყოს. და დავსვათ მნიშვნელოვანი შეკითხვა. მოუხდება ამ კითხვაზე პასუხს, ხო? მიზეზს რა არის მისი დუმილის მიზეზი?
ქალი ან თქვენ ან სხვა ქალბატონი ეს მისი რაღაცნაირი ჩუმი აგრესია რომელიც მასში არის რაღაცა ეს აცანცარება ემოციური და ისევ გვიჩვენებს რომ ამ ადამიანს რუსები ამბობენ ესე კარგად ბესპაპუტალ ხო ეშმაკბამირია თქვენიო რაღაცა მსგავსი რაღაცა არის მაგრამ არ გვეუბნება რატო არ ვაპარაკობ იცით რა არის ხანდახან აქ პერიოდი რომ ამ ადამიანს შეიძლება აი მოწერა უნდოდეს შეიძლება რომ მიეცეს საშუალება უფრო მოგწერდათ ან რაღაცა აი ვერ ალაპარაკობს იმიტომ რომ მისი თავი გამოტენილია ძალიან ბევრი რაღაცებით ამბობს ერთს ფიქრობს მეორეს და მისი ფიქრები მისი აზრები მისი სურვილები და ის რაც მისი პირიდან ამოდის თანხwebdriverში არ არის ამიტომ ამ ადამიანს რჩენია რომ იყოს ჩუმად ძალიან ბევრს ნერვიულობს ასევე შეიძლება დააკვირდით ამ ადამიანს ქონდეს ღამის კოშმარები აუცილებლად მას აქვს ღამის კოშმარები თითქოს ვიღაცა ეძახის თითქოს სადღაც უნდა წავიდეს ну რაღაცა მსგავსი თითქოს ან ღამე თუ არის გამოძახება, ну არ ვიცი, შეიძლება გამოძახებასაც უკეთებენ, ну არის ერთგვარი ესეთი რიტუალებიც, ხო? იმიტომ რომ აქ ღამე აქვს ამ ადამიანს რაღაც ესეთი სერიოზული შიშები, შფოთვები და მსგავსი რაღაცები, ხო? ღამე ძალიან აი მისი ენერგეტიკა ზედმეტად ხელმისაწვდომი არის სხვებისთვის. მართვადია თითქოს და ისევ ეს მერყეობა. იმიტომ რომ მან არ იცის როგორ უნდა მოიქცეს. ანუ რო თქვას რაღაცა, რო გითხრათ რაღაცა, ხო? შესაბამისად ის უნდა თავის სიტყვებში 100% დარწმუნებული იყოს. მაგრამ არ არის დარწმუნებული და ხანდახან შეიძლება როდესაც აი ფიქრები ძეწყება კიდევაც რომ ან მოგწეროთ, ან ილაპარაკოს იმაზე, ხო, რაც აწუხებს, ხო, რასაც ფიქრობს ამ ყველაფერზე, ხო? აი თითქოს იცით როგორ აქვს, თითქოს აი მე იმ ღამეს რაღაცნაირად ან ცუდად არის, ან კოშმარები ესიზმრება და ასე შემდეგ. ამიტომ შესაბამისად მას რაღაცნაირი შინაგანი შიში გაუჩნდება. საინტერესო არის, საჯარო გაშლა არის, მაგრამ ალბათ საინტერესო მდგომარეობაა, წყვილი საინტერესო შემთხვევა, ну, აქ რა თქმა უნდა, ვისთანაც მაქსიმალურად რეზონირდება, ალბათ თავადაც გექნება ცურვილი რომ ნახოთ პირადი გაშლა, რა თქმა უნდა, ჯობია და უფრო დეტალებში და კონკრეტულად ნახოთ თქვენ შემთხვევაზე მორგებულად რა და როგორ არის. ამისთვის უნდა მომწეროთ ნომერზე, WhatsApp-ში ან Viber-ში. არ მირეკავთ, მომწერთ და გიპასუხებთ ყველას 511131818 WhatsApp-ში ან Viber-ში და ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ტაროს სამყაროს Facebook გვერდზე. იმედია მოგეწონათ გაშლა, მე ველოდები თქვენს გამოხმაურებას. ყველას ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩემარხზე, რომ ხართ მსმენელები. განსაკუთრებული მადლობა გამომწერებს, ვისაც მოწონებული აქვს ასევე გვერდი და ყველას ვინც სტუმრად შემოივლის ჩემ გვერდზე ვიდეოების სანახავად და ასევე მათ ვინც გახდება ჩემი მომავალი გამომწერი. მეუღლე ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებთ.